პატივცემულო დეპუტატებო, პატივცემულო სტუმრებო, პატივცემულო საზოგადოებო. დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ჩვენი ერის, ჩვენი რესპუბლიკის მომავალ ბედზე, მის იურიდიულ სამართლებრივ სტატუსზე. ჩვენ უნდა შევაჯამოთ ჩვენი გამოცდილება ამ მიმართულებით და გადავწყვეტოთ თუ რა გზას დავადგეთ მომავალ და დღევანდელ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაპოვარი. ამ სიტყვით დაიწყო 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდია ისტორიული მნიშვნელობის თარიღის გამოცხადება. სხდომა 2 საათს გაგრძელდა და დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი შედიოდა. 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა მოგონებების დღეა. დღე, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა როგორც ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დიდი გამარჯვების დღედ. განმათავისუფლებელი მოძრაობა ჯერ კიდევ 1953 წელს დაიწყო, როდესაც ახალგაზრდული იატაკქვეშა ორგანიზაცია გორგასლიანი შეიქმნა. ამ პირველ, მაგრამ მეტად მნიშვნელოვან ნაბიჯს ეროვნული მოძრაობის ხანგრძლივი და რთული გზა მოჰყვა. ლიდერების დაპატიმრება, ბრძოლა ქართული ენისთვის 1978 წელს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. განხეთქილება ეროვნულ მოძრაობაში და ბოლოს 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული და რაც მთავარია არასაბჭოთა საპარლამენტო დემოკრატიული არჩევნები. იმავე წლის 14 ნოემბერს საქართველოს ახლად არჩეული უზენაესი საბჭოს პირველი სესია ჩატარდა, რომელზეც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერი ზვიად გამსახურდია ერთხმად აირჩიეს. Ormad მწამს მეგობრებო, რომ ის ერი, რომელსაც ესოდენ მაღალ დონეზე ჩაატარა თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები, შესძლებს დაბრუნებას დაკარგული სახელმწიფოებრიობისას. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ ეს გამარჯვება არ არის 1 და 2 წლის მუშაობისა თუ ბრძოლის შედეგი. ეს არის დაგვირგვინება იმ პოლიტიკური ბრძოლისა, რომელსაც აწარმოებდა ჩვენი ეროვნული მოძრაობა ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან. ამავე სესიაზე გაუქმდა სახელწოდება საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და ქვეყანას ეწოდა საქართველოს რესპუბლიკა. დამტკიცდა რესპუბლიკის ახალი ეროვნული ჰიმნი, სახელმწიფო დროშა და გერბი. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა, ერთადერთი შეკითხვით: ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. მოსახლეობის 98%-მა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა. დიდი ტრაგედიიდან დიდ გამარჯვებამდე 2-9 აპრილს შორის განვითარებულმა მოვლენებმა დიდწილად მომდევნო წლების ისტორიაც განსაზღვრა. 9 აპრილი საქართველოსთვის ერთდროულად სიამაყის და ტკივილის, ბრძოლისა და მსხვერპლის, გამარჯვებისა და თავისუფლების ისტორიაა. ძვირფასო მეგობრებო, სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ზვიად გამსახურდიას სიტყვას ხანგრძლივი 6-წუთიანი უწყვეტი აპლოდისმენტები მოჰყვა. 1991 წლის 9 აპრილს 12 საათსა და 30 წუთზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას. იმ დღეს, როდესაც საქართველოს ისტორია გადაწყდა რუსული არმიის მიერ სასტიკად მოკლული 21 ადამიანის სახელი და გვარი აქვს.
ნათია, ეკა, აზა, თამუნა, ნატო, მანანა, თამარ, ზაირა, მანანა, ნინო, თინა, გია, ნანა, მამუკა, ვენერა, ზია, ნოდარ, ელისო, მარინა, შალვა, თამარ. მადლობა თავისუფლებისთვის.